კარგი, ბატონო თემურ, ამას წინათ თბილისში ჩატარდა კონფერენცია ოქტომბრის დასაწყისში თუ არ ვცდები საქართველოს პოლიტიკის შესახებ აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. სტრატეგიის ფილოსოფიაზე საუბრისას თქვენ გაიხსენეთ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც რეჟისორ ტოვსტონოგოვს ეხებოდა. თუ შეგიძლიათ მოყვეთ ახლა ეს ისტორია. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს მე მოვყევი დაყურულ წრეში ანეკდოტის სახით. 10 ელჩი ესწრებოდა ბატონო თემურ ამ შეხვედრას. 10 ელჩი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ვინ ესწრებოდა მაშინ? ეს გავრცელდა პრესით, არა, პრესით გავრცელდა და ნუ ხო სამწუხარო, როდესაც ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ დაყურულ შეხვედრაზე ნალაპარაკები გარეთ არ უნდა გავიდეს. მაგრამ იდეა იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ სტატიკური მონაწილე, ესე დამკვირვებლები პროცესებისა და სტრატეგია არის იმისკენ მომართული, რომ ჩვენ აქტიურად ვიყოთ ჩართული პროცესებში და მე საერთოდ იქაც ვთქვი და შემიძლია გავიმეორო, არ ვარ დიდი მომხრე და მოწრფიალე კონფლიქტოლოგიაში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი თეორიისა, რომ შენ უნდა ცალკე განვითარდე როგორც ატრაქტიული რაღაც მოდელი და როცა დაგინახე რომ შენ ესეთი კარგი ხარ, ვიღაცა შეცვლის აზრს და გამოგეკიდება და ჩაგეხუტება. თუმცა ბატონო მე ვიზახი რომ განვითარება უნდა მოხდეს ერთად და არა პარალელურად და ეს მაგნიტის თეორია ეგრეთ წოდებული, შენ ცალკე განვითარდები და მე ვიღაც გაგიშტება შენზე და შეუყვარდება და მოვა და მოდი ერთად ვიყოთო, მე მაინც უტოპია მგონია. ამიტომ ჩვენი სტრატეგია არის რომ ჩართულები ვიყოთ პროცესებში და არ ვიყოთ გარედან მაყურებლები. თუმცა ბატონო თემურ, იგივე აფხაზებმა, რაც მე პირადად ჩემი თვალით ვნახე, საკმაოდ ასე ვთქვათ, ცუდად გაიგეს თქვენი ნათქვამი და შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. არა, აფხაზებმა ცუდად. აფხაზებმა, დიახ, ახრასმირის კონკრეტული აფხაზი ჟურნალისტის კედელზე Facebook-ში მე შემიძლია გაჩვენოთ. არა, წაკითხული მაქვს და ახლა თუ რომელიღაცას აფხაზეთში არ აქვს იუმორის გზნობა, ეს არის მისი პრობლემა და არა ჩემი. მაგრამ ეს ადამიანები, ბატონო, ის ადამიანები ისინი არიან, ვინც ჩვენი მოქალაქეა და ვისთან ჩვენ შერიგებაზე ვსაუბრობთ. არა, კიდე გეუბნებით ახლა და ჩვენი მოქალაქეა დაგიჩვენებიათ. ის არის არ თulis რომ ჩვენი მოქალაქეა. მას არ უნდა ჩვენთან არანაირი ურთიერთობა და ეს ადამიანი, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, არის ცნობილი თავისი ანტიქართული გამოთქმებით და ცდილობს ყველაფერში დაინახოს ცუდი. იქ ერთი არა, რამდენიმე აფხაზი არა, ეგეთი რამდენი კი არა, უბრალოდ კითხვასვავდნენ, რისკენ მოუწოდებს არა, მან იყო ყველაზე საინტერესო, თუ კარგად წაიკითხავდით, მაგ ბლოგს იყო ყველაზე საინტერესო, რომ იაკობაშვილი ლაპარაკობს კიდე იქ სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებზე და რაღაცებზე და მართლა გააკეთებსო და არა კაცო როგორც ყოველთვის იტყუებიან ქართველები. არა მე კონკრეტულად გეუბნებით, ანუ მათი ინტერესი არის ფაქტი ისა რომ ხო იძახია რომ არ გვინახია სტრატეგია, არ წაგვიკითხა, არ გვაინტერესებსო. გადაჭრელებულია ინტერნეტი, მათ შორის სმირის და სხვების მიერ ამ სტრატეგიის კომენტირებით. თუ არ აინტერესებს და არ წაუკითხე და არ ენაღვლება, რატო წერენ? კარგი, ბატონო თემურ, მარშინ ერთი შეკითხვა მექნება. არ უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესში ის, რომ თუნდაც სკეპტიკურად განწყობილი რიგითი აფხაზების და რიგითი ოსების აზრი საქართველოს მიმართ დადებითად შეაბრუნოს. დადებითად შებრუნება აზრის ხდება ურთიერთქმედებით. დადებითად შებრუნება აზრის პროპაგანდით არ ხდება ხოლმე. საჭიროა ამისათვის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა, იქ დარჩენილმა აფხაზებმა იურთიერთონ და სმერისნაირი ხალხი ხელს უშლიან და იძახიან, რომ არანაირი ურთიერთობა არ უნდა ქონდეს. არ უშვებენ საქართველოში. უთხარით, ჩამოვიდეს ბატონის მიერი საქართველოში, ან სხვები და დაგველაპარაკოს. ისე თუ არ ველაპარაკეთ. როგორ ფიქრობთ, როდესაც ეს ამ სკაბერზულ ისტორიას წაიკითხავენ, რიგითი აფხაზები მოუნდება ჩემდე ჩამოსვლა და საუბარი. კი, იმიტომ რომ აფხაზებს ზოგიერთი მათგანისგან განსხვავებით იუმორის ცნობა ძალიან კარგად აქვს განვითარებული და ვისაც არ ესმის, ეს არის იმ ხალხის პრობლემა და კარგი, სიამოვნებით მოვიყვანდი ამ სტუდიაში და დაველაპარაკობდი თუ იცნობთ ასეთ აფხაზს და თუ მათთან კონტაქტი გამიყვანთ. არა, ახლა ეს მათი გადასაწყვეტია. თუნდაც ერთი აფხაზი, რომელიც დადებითად შეხედავდა ამ ისტორიას. თქვენთან ისინი მოვლენ თუ არა სტუდიაში, ეს მათი გადასაწყვეტია. თქვენ დაგვაკონტაქტეთ და შემდეგ ამაზე ჩვენ დაველაპარაკებთ. ჩემი ჟურნალისტების დაკონტაქტებაზე ვმუშაობ, თქო, ხმამაღლა ეთერში ვერ ვთქვი როგორ ძალიან კარგი. კარგით, კიდევ ერთი ბატონო თემურ, ჩვენი საუბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მიიღო აქტი, რომლის მიხედვითაც როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს ყოველ შემთხვევაში პრესასთან ინტერვიუში, მის სიტყვებს წავიკითხავ, 6 თვეში ერთხელ ყველა არასამთავრობო, რომელიც კონფლიქტებზე მუშაობს, ვალდებულია საკუთარი ანგარიშის შედეგები მთავრობას წარუდგინოს. გარდა ამისა, მუშაობის დაწყებამდე ხელისუფლებას უნდა შეუთანხმოს საკუთარი იდეები, შეხედულებები და პოზიციები. მართალია არსებობს ასეთი დოკუმენტი? დოკუმენტი არსებობს, თლად ეგეთი არ არის, რაც თქვენ წაიკითხეთ, მაგრამ შემიძლია გადმოგიგზავნოთ დოკუმენტი და კარგი, რა არის მთავარი შინაარსი ამ დოკუმენტის და რა მიზანს ემსახურება? მიზანი არის ძალიან ერთი და მარტივი, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ყველა იმ პროგრამებიდან და პროექტებიდან, რომლებიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ანუ არ არის კონტროლი არასამთავრობოების ამ დოკუმენტის მიზანი? არასამთავრობო როგორც ეს აღიქვა იგივე ოპოზიციონერების ერთმა ნაწილმა. რა არის კონტროლი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ ფინანსებს გავაკონტროლებთ და ამ დოკუმენტში არსად არ წერია, რომ ჩვენ ვიღაცის ფინანსების გაკონტროლებას ვაპირებთ. კარგით, ბატონო თემურ, და ამ დოკუმენტის მიხედვით რისი შეთანხმება უნდა მოხდეს არასამთავრობოების მიხედვით საქართველოს მთავრობასთან? მაგალითად გეტყვით, რომ დოკუმენტაცია, რომელსაც ხმარობენ ეს ორგანიზაციები, უნდა იყოს დაცული ტოპონიმიკა და არ წერონ ლენინგორ, ყვარჩალ და ასე შემდეგ. აი ეს ერთი მაგალითი მოგიყვანეთ. რომელი ქართული არასამთავრობო? ქართული არასამთავრობო არც ერთი არ მუშაობს იქ, საიდან მოიტანეთ რომ ქართული? არა, მე გეკითხებით უბრალოდ. არაქართულს არასამთავრობოებს ეხება ეს დოკუმენტი? ეს ეხება ყველა საერთაშორისო სხვა ორგანიზაციებს. ქართული სამთავრობო არასამთავრობო იქ მუშაობდეს, ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ერთი მაინც მანახეთ. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო თემური იაკობაშვილი, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე კახა შარტავასთან ერთად დავბრუნდებით ეთერში. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია კახა შარტავა, ბატონო კახა, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. აღამშვიდობისა თუ მშვიდობა ქვია ამას მოგესალმებით. პირველ რიგში ყველაზე საინტერესო ალბათ მაყურებლისთვის ის არის, მიაგენით თუ არა თქვენი თანაპარტიელი ზაზა ჩაკოტაძის კვალს. რამდენად ცნობილია ის თავიდან იმყოფებოდა ისანის სამგორის პოლიციაში და შემდეგ მისი კვალი გაქრა. შემდეგ ისევ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის ისანის სამგორის პოლიციაშია და ეხლა რა არის ცნობილი? არის ისანის სამგორში თუ სხვაგან არის დაკარგული? დიდი მადლობა რომ დაინტერესდით. ჩვენი პარტიის წევრი, პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ჩაკოტაძე ლილოს ვაზრობიდან გატაცებულია პოლიციის მიერ, პოლიციის მანქანაში ჩასმულია პოლიციელებმა და გაიტაცეს და მთელი დღის განმავლობაში ვეძებთ. ეს ოპერაცია ეგრეთ წოდებული დაგეგმილია და ამის ინიციატორები არიან ლილოს ქვეგანყოფილება და ისანის სამგორის სამმართველო, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ახლა ჩვენები დაკავებულები არიან მისი ძებნით, ზაზას ძებნით, ყველგან ყავს გაგზავნილი ხალხი, ადვოკატები, ვაგროვებთ ინფორმაციას, არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ფაქტობრივად კაც მალავი. ანუ ისანის სამგორში არ არის ეს ადამიანი? ისანის სამგორში არის თუ არა ამ წუთას ნამდვილად, ან გადაიყვანეს თუ არა წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამასაც კი არ გვეუბნებიან, საერთოდ პასუხს ყველა სტრუქტურა შემოვლილია სამინისტროს ჩათვლით, ყველა მალავს, ყველა ამბობს რომ აქ არ არის. გატაცებული და დამალული ყავთ ადამიანი და ვფიქრობ რომ ალბათ მასზე რაღაც ზეწოლების განხორციელებას ცდილობენ და მე ოფიციალურად განვაცხადო რომ ჯერ ერთი კაცი გამოაჩინონ ამ გამჭვირვალე პოლიციამ რომელიც თითქოს სამაგალითო უნდა იყოს და არ გაბედონ მასზე ზეწოლა და ხელით არ შეეხონ ბიჭს იმიტომ რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება ეგ და საკადრის პასუხს მიიღებენ აუცილებლად. თქვენი აზრით რა სახის ზეწოლა შეიძლება მასზე ხორციელდებოდეს? როგორც ხდება ხოლმე, ზაზა ხო პირველი არ არის და უკანასკნელი ამ სისტემაში და უამრავი და ათასობით ადამიანი ყავთ ასე გატაცებული, ნაწამები, რომელთაც აიძულებდნენ ათასგვარი ინფორმაციის გაცემას, ან ტყუილებზე ხელის მოწერას და ასე შემდეგ. რა მიზნით ბატონო? ზაზა არ არის ასეთი პიროვნება, რომელზეც შეიძლება ასეთი ზეწოლის განხორციელება და მისი დაყოლება რამეზე, მიზანი არის მარტივი. როცა ცდილობენ ხოლმე რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის იქნება ეს თუ რაღაც საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციას, ამ მეთოდებს მიმართავენ ხოლმე და აწამებენ ადამიანებს იმისათვის, რომ რაღაცა ათქმევინო. ეხლა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის გატაცების მომენტიდან დაწყებული უკვე მიდის ფორუმის პროვოცირება, რა ტიპის რეაგირებას გავაკეთებთ ჩვენ ამაზე, დროზე ადრე დავიწყებთ თუ არა აქტიურ ქმედებებს, სანამ სამოქალაქო საზოგადოება გონს მოეგება და მოხდება საერთო შეთანხმება იმის თაობაზე, თუ მსგავს სიტუაციებში ზოგადად რაც აღმოჩნდით ყველა რა არის საკეთებელი და რა სამოქმედო გეგმა უნდა აირჩიოს საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა სპექტრაც. ამ პროვოკაციებზე აყოლა ეხლა რანაირად არ შეიძლება, უნდა თუმცა თქვენ დღეს გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო არა, მობილიზება გამოაცხადეთ ფორუმელების, რათა ვიპოვოთ ზაზა. ყველა მექანიზმი იყოს ჩართული ინფორმაციის მოპოვებისა, ადვოკატების მხრიდან, რათა ვიპოვოთ ჩვენი გატაცებული პოლიციის მიერ გატაცებული მეგობარი და ამას რა თქმა უნდა არ მოვეშვებით, ვიპოვით კიდევაც და შესაბამისად ვიმოქმედებთ მას შემდეგ როგორც როცა ვიპოვით ზაზას. და მობილიზება თავისთავად და მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ თან იმასაც ნიშნავს, რომ ხიზლად უნდა ვიყოთ, მშვიდად, რამდენადაც შეგვიძლია მშვიდად, ვინაიდან ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ახლა
უამრავი პროვოკაციის მოწყობას და ეცდება კიდევ. დღეს რაც მოხდა ბატონო კახალი, ლილოს ბაზრობაზე ეს პროვოკაცია იყო, რომლის ჩამდენიც არის თვითონ სინამდვილეში და საბაბი ეძებოს სამოქალაქო საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში. დღეს რაც მოხდა ეს იყო პროვოკაცია? ეს გადაიზარდა პროვოკაციად, იქ როგორც შევატყვეთ ჩვენ რაღაც მომენტში გაიცა განკარგულება, მათ ჰქონდათ შესაბამისი გადამცემის საშუალებები, განკარგულება გაიცა. მოდით მოვყვეთ საერთოდ რა მოხდა, თავიდან რამდენად ცნობილია დაცვასთან მოხდა კონფლიქტი. ჯერთ დაცვა ქვიათ, მათ თუ არ ქვიათ, ესე ძნელი გასარკვევია, ვინაიდან დაცვას რაღაც განმასხვავებელი ნიშანი უნდა ჰქონდეს. მე ვარ დაცვა, თავისთავად ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვა ხარ და უფლებამოსილი პირი. და ვინ იყვნენ თქვენი ეჭვით ეს პიროვნებები? ესენი არიან ის პიროვნებები, რომელთაც როგორც ირკვევა თანდათან ბევრ მათგანს კრიმინალური წარსული აქვს. ეს არიან ის ბიჭები, რომელსაც იყენებენ ხოლმე დარბევების დროს, თავდასხმების დროს, ეგრეთ წოდებული ის ბრიგადები, რომელსაც ხელისუფლება იყენებს ხალხის დასაშინებლად. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ახლა ეგ როცა მივედით დილიდან ხა დაგვირეკეს ამ ადგილობრივმა მოვაჭრეებმა გთხოვეს მიცვლა, ამბობდნენ რომ დაიჭირეს იქ ადამიანები, მივედით ამის გასარკვევად, 6-ნი ვიყავით ჩვენ, მეგობარი და 4 ჩვენი მეგობარი, ერთ-ერთი როგორც გითხარით ზაზა გატაცებულია და იქ იმდენი პოლიციელი იყო მობილიზებული უკვე და ეს ბრიგადებით შიგნით კიდე რაც არ ჩანდა ისე ყავდათ მობილიზებული, რომ ხალხის დარბევას და დაშლასაც ფიქრობდნენ ალბათ ჩვენმა მისვლამ შეცვალა სიტუაცია. ის ხალხი რა თქმა უნდა იქ ამ შემთხვევაში დღეს ყოველ შემთხვევაში გადარჩა, მაგრამ აი შეეწირა ზაზა ამ ამბავს და ზაზა უცილებლად უნდა დავიბრუნოთ. ძირითადად ის რაც იმის მომენტი, როდესაც პროვოკაციაზე გაიცა განკარგულება, დაკავშირებული იყო ჟურნალისტების მოთხოვნასთან, რომ შესულიყვნენ შიგნით და ის დალუქული ობიექტები გადაეღოთ უბრალოდ, რომ საზოგადოებას ცოდნოდა საჯაროდ რა ხდება, მით უმეტეს რომ ის მოვაჭრეები, რომელთა საქმიანობის შესწავლაც მიმდინარეობდა იქ, თითქოს იმ ობიექტებიდან გამოყრილები ყავდათ და თავად არ ესწრებოდნენ ამ შემოწმების. ანუ ჟურნალისტების გამო მოხდა კონფლიქტი?